გამარჯობა. ჯიმ შერეხვიაშვილი, ნიკონ ერგაძე, ზუკა, ხელი დაგვიქნია თქო, მაგრამ ვერ დაინახავს მაინც ვერამ ჩვენ ხედავთ რომ ზუკა ხიდაშელი დათო ქორიძის როლში. ქორიძე სად არის? არ ვიცი. ანუ ეგ ერთი და მეორე არავის როლში არ არის, ჯერ ზუკა გვიღებდა ხოლმე და მე მოვიდა ქორიძე. სად იყო ქორიძე რო ზუკა? სად არისო? მოკლედ, გამარჯობა, მარიამობა დღეს გილოცავთ, დასვენების დღესავით არის, მაგრამ ჩვენ აქ ავართ, არ ვისვენებთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ უფრო ლაითად და უფრო შედარებით სუბუქად ჩავატაროთ. ხო, 1 საათიან გადაცემას არ ჩავწერთ, იმიტომ რომ 56 წუთია ჩავწერ. ხო, დღესაც დასვენების დღეა და ხვალაც დასვენების. ხვალ რატოა დასვენების დღე ვერავინ ვერ გაარკვია, ხო? მე ვფიქრობ, რომ აი ეს ჩვენს იმას პრემიერ-მინისტრს აქვს რაღაც ჰარმონიის განსაკუთრებული შეგრძნება და რო დაინახა, რომ ესე იგი ხუთშაბათი უქმე დღეა. პარასკევი არ არის უქმე, მერე შაბათი უქმეა, კვირა უქმე არის, აი ეს რაღაც ეს პარასკევი არა უქმე დღე თვალში არ მოვიდა და ისიც გააუქმა. და არავინ ამის წინააღმდეგი დიდად არ არის მე მგონი საქართველოს. ანუ როგორ გინდა გამოხვიდე და თქვა რომ არა რატო არის ეს პარასკევი უქმე დღე, როცა ჩემთვის სულ ერთი, ამიტომ რაც აქ მუშაობ იმდენი ხანია უქმე დღე არა გვაქვს ხოლმე ეგრე როგორც ეს თქვა დღეს დასვენების დღეა და სახში ვრჩებით. ხო, საერთოდ მედია ორგანიზაციის უქმე დღე არის ძალიან პირობითი, იმიტომ რომ როგორც ცხონებული მარკ ტვენი ამბობდა, არ არსებობს ეგეთი დღე, როდესაც გაზეთი არ გამოვა და უბრალოდ რედაქტორი რედაქციის წინ დადგება და იტყვის, აი, არაფერი არ ხდებოდა გუშინ და გაზეთი აღარ გამოდისო. რაღაცა სულ ხდება, თუ არ ხდება, ისეთი რაღაცა უნდა დაწერო, რომ მაინც ასაკითხი იყოს და საფიქრებელი იყოს, ხო და ისე ახლა ბევრი მსჯელობს, რომ ბევრი უქმე დღე გვაქვს, დასვენების დღეები ბევრი გვაქვს. ჩვენ ადრე ამაზე გვიმუშავია ნიკო, შენ გემახსოვრება, ხო? მართლაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მოწინავე ქვეყანა ვართ ამ უქმე დღეების თვალსაზრისით. კი ბატონო. ხო? ამ იმიდან 15 ქონდა, აი რაღაც 2 თუ 3 წლის წინ 15 უქმე დღე იყო, მაგრამ ახლა ვიცი რა არის სრულიად მოულოდნელად, ესე იგი უფლება მოსილების ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი ამატებს. და რატომღაც მე ვფიქრობ, რომ აი ცოტა ახლა კი ამოვიდა ყელში ეს ყველაფრის რუსეთთან შედარებათ, მაგრამ იქ რუსეთში დაიწყეს ესეთი რაღაცა. ახალი წლის დღესასწაულები რო არის, ხო, უქმეები, აი მაგალითად 1-2 აი პირველად არ ვიცი მე სხვაგან არ შემხვედრია ესე რომ პირველიდან ძველით ახალ წლამდე 14 თუ 15 წლის ჩათვლით ყველა დღე უქმე გამოაცხადოს რაღაც მსგავსი ჩვენებმაც დაიწყეს. ძია ეგ უფრო ადრე ძველი ის იყო ხოლმე რა ახალი წლებია და ხო იცი რომ საცივში გვექნება ყველას თავი ჩაყოფილი 17 იანვრამდე თუ რაღაც და ბევრი წელია უკვე. არ ვიცი მე ეგრე არ ვცხოვრობ და ჩემს გარშემო არავინ არ არის როგორც წესი ყველა იმაში ვარ. გადააბადა 15 დღე არ გამოფხიზდა. აღარ არის მაგის საშუალება აღარავისთვის. ანუ ყველას რაღაცა გიწევს რომ რაღაცა იქ 2 კაპიკი იქით 2 კაპიკი აქეთ და უკვე უშნო კლიშე არის ესა რომ აი საცივში თავის ჩაყოფა და რაღაცა აღარ გამოგვიყვება. ვეღარავინ ყოფს. ვეღარავინ აღარ შვება მაგას. ისე ახლა ისე არ გამოვიდეს რომ რაღაც სასტიკი წინააღმდეგები ვართ ამ უქმე დღეების. აკაც ჩვენც ქართველები ვართ აი შერეკილებში რო არის ის ერთავაზი რო ჩადის ქალაქში და ისეთი ქალაქი იყო ყველა დღე უქმეს გავდაო ხო რაღაც ეგეც ეგ არის ქართველის ოცნება და სინამდვილეში ახლა ციგნშია ხო? ხო ციგნში არ მასოვდა და ციგნი. ციგნი წინაზე ვახსენე რომ ვერ წავიკითხე იმიტომ რომ კაი ქართულის მოყვარულებისთვის არის და არილში ჩვენ ძვირფასთა საყვარელი ჟურნალ არილში წლების წინ მე მახსოვს ზურა კიკნაძის ესე იყო სადაც ის ამ მოცალეობაზე უქმე იმაზე აი რო არ მუშაობ ისა მოკლედ ესეთი ძაფრი ინტენსიური შრომით არ ახარ დაკავებული, მაგრამ აზრიანად ისვენებ, ფიქრობ განცხრომას ეცემი. აი ახლა ხო არ არის ეს ურიგო ამბავი ახლა მესმის რომ შესაბამისი ატმოსფერო უნდა იყოს და გარემო იყოს, ხო? მაგალითად რა აზრი აქვს სიტყვაზე სამსახურიდან გასვენებდეს ვიღაცა და იმდენი პრობლემა ქონდეს ოჯახში, ოჯახს გარეთ ქვეყანაში, რომ ის ფიზიკურად არ მიდიოდეს სიტყვაზე სადღაც 9 საათიდან 5 საათამდე, ხო? ამ შინაარსიანად უქმეობას აქვს აზრი, რომ აი ან ფიქრით, ან სიტყვაზე მეგობრებთან ურთიერთობით, ან უბრალოდ ჰამაკში რწევით დაისვენებ რა სულიერად. იცი რა გიშვება კიდე, ეს ამას ტელეფონზე მიუთითე.
ინგლისურად ეძახიან მაგას doom scrolling ქვია, ბედის წერის სკროლი, რომელიც დგები სკროლავ და კარგს არაფერს არ ნახულობ, როგორც წესი. და რას ვამბობ, თქვა სოციალურ მედიამდელ დროში, ადექი ტელევიზორი ჩართე, არ არის ახალი ამბები, მულტიფილმებს თუ რაღაცა საჩვენებენ, ცოტა ხანი ესე ზიხარ და ანუ ცოტა უნდა ბავშვების აღზრდის ამბავში ხან უნდა მოიწყინოს ბავშვმა, იმიტომ რომ მე გიჩდება კრეატიულობა და შემოქმედებითი უნარები და ანუ ყველა წამი ამითი არ უნდა გქონდეს დაკავებული. რამდენი ახლა შენ წიგნი გაქვს მაგაზე დაწერილი, მაგრამ ამას წინათ მსჯელობდით, რამდენი წიგნი გვაქვს ტუალეტში წაკითხული ადამიანებს. ადრე ეგ იყო, რომ დაჯდებოდი და მთელი ჩეხოვის შემოქმედება თან მოთხრობებია, კარგად მიდის ასე შემდეგ. ეხლა შეიტანა ამას და ან რაღაცას ითამაშებ და ან რაღაცას ჩამოსკროლავ და დაგჭება წავუკითხავი ბევრი ისეთი რაღაცა, რომელსაც მე გარეთ რო გამოხვალ. შენ ყველა გეუბნები, მაგრამ შენ მაინც წიგნებს კითხულობ, მაგრამ დანარჩენები მიგონებენ ნიკო ძირითადად. სად არის მაგის რაღაც ჯანმრთელობა აღარც დროა. ხო, ისა, ხო და თან რა არის იცი, ბევრი მოსაზრება მოვისმინე უკვე დილიდან ამ იმაზე 29-ს რო უქმედ გამოაცხადეს, რომ აი ჩვენ აი ღარიბ ქვეყანაშია, ბევრს უნდა მუშაობდეთ, ბევრს უნდა შრომობდეთ და მე მგონი აი ზუსტად ჩვენი ტიპის ქვეყანაში, ხო, აი ეს უქმედ დღედ გამოცხადება ეკონომიკას დიდად არაზარალებს, იმიტომ რომ ძირითადად ხო მაინც ეს იმაზეა სახელმწიფო სექტორს ავალდებულებს, ხო, აი შეუძლია პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადოს უქმედ და ეს არის ავალდებულო სიტყვაზე იმისთვის, ბიუროკრატიისთვის. ბიუროკრატია ეს პროდუქტს არ ქმნის, ხო, ძირითადად მოიხმარს. თუ არ წავლენ სამსახურში, იქ ნაკრებ ელექტროენერგიას დახარჯავენ, ქაღალდს, წყალს, ყავას. შეიძლება ეკონომიურად უფრო გამართლებული იყოს. შეიძლება. ეს ის შემთხვევა არის, რაც ცოტას მუშაობ მეტი სარგებელი ბიუროკრატია, ხო. ხო არ ვიცი, იცი რა არის, მე ვფიქრობ, ხო, ახლა ეჭვი შემეპარა ჩემს ნათქვამში, იმიტომ რომ აქ ჩვენთან წიგნების მაღაზია არის ახლოს და რო გამოვიარე, ვიფიქრე შევალ მეთქი და დაკეტილიდან ხვდა. ანუ ისვენებენ. დღეს მარიამობა, ხვალინდელ დღეზე ავირიე ნიკო რა. ხო. ზაფხულია ცხელა, აგვისტუა მე პატია. ხო, არა, ავირიე, ხო, ესე იგი, ხვალ თუ იქნება ღია. ის მაღაზია. შემდეგ კვირას ჩაგვაბარე ანგარიში. აუცილებლად. და ვიცოდეთ და რა რისი ყიდვა გინდა. არა რაღაცა ისე შევიარე, ხო. აი მაგალითად არილი არ იყიდებოდა ბიბლიუსის, ხო და დღეიდან გაიყიდებაო, დღეიდან რა ახალი ნომრიდან გაიყიდებაო, გამიხარდა. იმიტომ რომ ბიბლიუსი არის ყველაზე, ასე ვთქვათ, კარგად განვითარებული მაღაზიების ქსელი, წიგნების. ხო და ძალიან იული არის ბიბლიუსის საშუალებით რაღაცის შეძენა, ხო? აი მე რო არ მივიდივარ ხოლმე ესე გზად საყიდად. მე უფრო ვცდილობ ხოლმე რომ ბიბლიუსი დიდი ქსელია და მე განწყობით და იმითი სულისკვეთებით უფრო მაინც ინდი დამოუკიდებელ იმებს მეწარმეებს ვეზიდები ხოლმე. არ ვიცი ამდენად სუაკაურის გამომცემლობა ინდი დამოუკიდებელი მეწარმეა, მაგრამ ნუ მაღაზია 2 თუ 3 აქვს სანტა ესპერანსა და შაქრობაბუას წიგნებში შეიძლება შევიარო, მაგრამ ეგეც, რავი, ერთ ადგილას არის და თან ვაკეში გავს ლამაგის წარმოება. შაქრობაბუა მე მგონი ერთია საერთოდ. და თან ის არის ახლა ვაკეში საქმე თუ არა გაქვს არ მედიხარ რა. ადრე მახსოვს რომ მიყვარს ეგ მაღაზია, ისა იოლად მისასვლელი არ არის, იმიტომ რომ გზიდან უნდა შეხვიდე და მოკლედ ნამყოფი უნდა იყო რომ ხო, მაგრამ ნუ იოლად მისასვლელი არის გადასარევი გარემო და ხო, ბოლოს кайხანი არ ყოფილა რა თარხანას წიგნის პრეზენტაცია იყო და ეგ ვიყავით და მაშინ ცხელოდა, მაგრამ სავსე იყო ხალხით და იმიტომ. ადრე კაფე-ბარებში და რესტორნებში უფრო ხშირად დავდიოდი ხოლმე. ფული კი არ მქონდა და რაღაცა, მაგრამ ნუ მიღებული ამბავი იყო, რომ მეგობრებია იქ ნახე, ის გაიხსნა სადღაცა აბაშიძეზე და ეხა აბაშიძეზე რო წავიდე კაფეში დასაჯდომად წარმოუდგენელია ჩემთვის. ეგრე ადვილად ვეღარავინ შეგიტყუებს. ანუ გამივლია გვერდზე და სავსეა ხოლმე ხალხითგან არა, მაგრამ თქო ცხოვრების სტილი შემეცვალა თუ არ ვიცი რა არის. ჩამოწერილი გაქვს სია, რაზეც გინდოდა ლაპარაკი და პირველი ვხედავ ხატია წერეთლის სახელს. რომელიც დააკავეს ბინის შოუ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელია, ნიკო, შენი სფერო არის. დააკავეს ესე ოფიციალური ბრალდება ესე იყო, რომ რაღაც ისე ფართის მიქირავება პროსტიტუციისათვის თუ რაღაც ეგეთი. ეგ როგორ არის, თქვა წინასწარ შეცნობით უნდა ხდებოდეს, ხო, თქვა მე თუ Airbnb-ზე ბინა გავაქირავე და მე იქ ვიღაცამ სექსმუშაკი აიყვანა, მე რა შუაში ვარ. ხო, მაგას გამოაჩენს ყველაფერს სასამართლო პროცესი. რომელსაც ვენდობით ბოლომდე რომელსაც ვენდობით, იმიტომ რომ ჩვენი სასამართლო თუ დაუჯერებთ იმედს კი არა, იმედის კარდს
მოწინავე არის რაღაც იმაში შედისო, სადღაც 20-ულშიო. დრის 20-ულში შედის. აი, ხო იგრე რო იტყვია ხოლმე 20-ული, 10-ული. მე მყავდა მეგობარი, რომელიც ესე იგი რომელ ადგილზეც გავიდოდა, ჭიდაობდა იმდენეულში შევიდა. 5-ულში შევედი, ანუ ესე ვიცოდით რომ 5-ულშია, 6-ულში შევიდა, ანუ მე 6 ადგილზე გავიდა. რომელი იყო რომელიღაც ამერიკული ავტო წარმოებელი კომპანია იყო, რომელიც ესე დიდი სამეულის წევრად ასახელებდა თავს და დანარჩენი პირველ მეორეზე ვინც იყვნენ, ისე იყვნენ, რომ თავი დაგვანებენ. შორეულ მესამეზე ხარო. მაგაზი არის საბჭოთა ანეკდოტი არის, საბჭოთა ანეკდოტების კრებული არის. აი ხა უყურე როგორი რაღაც არის. ხო, იმებით ლაპარაკობდნენ, ქარაგმებით ისე რომ ესე იგი საბჭოთა სპორტსმენი ან საბჭოთა ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანი უფრო უკეთესად წარმოჩენილიყო, ვიდრე კაპიტალისტურ სამყაროში მომუშავე მოღვაწე მოასპარეზე ადამიანი. აი ისა თუ ისა მეორე ადგილზე გავიდა მაგალითად საბჭოთა სპორტსმენი, ხო? ერთ-ერთი პირველი მივიდა, ხო? ბოლო თუ მაგალითად იმაზე გავიდა ბოლო ადგილი, ხო? აი რაღაც არა, ბოლოს წინა რაღაც. მოკლედ იმ ნეგატიურს არ იტყო და არასოდეს რა, რომ იმაზე და ჩვენთანაც ჩვენებიც ეგრე აკეთებენ, აი ის რო თქვი ახლა რომ სამეულში შევიდა, მაგრამ პირველი ორი ვინ არის? მაგაზე მთელი ამბები იყო, ატეხილი არ ვიცი რამდენად ყურადღებას ადევნებდი კენდრიკ ლამარის და დრეიკის ბიფს დაპირისპირებას, მაგრამ საბაბი ამისი დაწყების იყო დრეიკის სიმღერა, სადაც დიდ სამეულზე იყო ლაპარაკი, იგულისხმებოდნენ, რომ დიდი სამეული არის დრეიკი, ჯეი კოული და კენდრიკი, რომელიც არ იყო იმ სიმღერაში. და შემდეგ კენდრიკმა ესე გასცა პასუხი, მაგრამ fuck the big three, it's just big me. თქვენო ვინახართო საერთოდ და მე დანარჩენი ისტორიის კუთვნილება. ერთი ანეკდოტი გამახსენდა გუშინ. და უმცროსი ხალხი იყო ძირითადად, მოდი ზუკა შენ მოგმართა, ზუკა რამდენი წლის ახარ ხმამაღლა თქვი? 32. მაინც შეიძლება გაიგო ეს ანეკდოტი, ყველაზე სულელური ანეკდოტია, რაც ცხოვრებაში მოგისმენია და ეს ანეკდოტი წამიკითხავს რამდენჯერმე გაზეთში, ანეკდოტები რო ეწერა ხოლმე და 1-2-ჯერ მოუყოლიათ ჩემთვის როგორც ანეკდოტად. ანეკდოტი არის ესეთი, რომ ჭიჭიკია მოდის ქუჩაში და ტრაქზე აქვს ხელი აფარებული. ვიღაც შეხვდება და ეკითხება, რომ ჭიჭიკიაო, რატო გაქვს ტრაქზე ხელი აფარებულიო და რა ვიციო, სადაც ხრელი ნახეს, ყველგან კოოპერატივი გახსნესო. ხო, ეს 90-იანი პერესტროიკის პერიოდის ისა. ხო, ანუ რო დაფიქრდები, არ უნდა გაგეცინა, ანუ არ არის ასაცილო, მაგრამ რაღაცნაირად ეთყობა აღწერს ამ ცვლილებების ქარს თუ რა. ხო იცი რომ გასტრონომი ქონდა აქამდე მარტო და დოლიძეზე ცხოვრობდი მაშინ და უცებ გამოდიხარ და კომერციული მაღაზიებია. მოგვი იყო ჩვენ სახლთან კომერციული მაღაზია. მოგვი რატო ერქვა? რატო ერქვა? არ ვიცი, რაღაცა ის გასყიდნენ. ჩვეულებრივად სხვადასხვა რაღაცებს. ანუ რაღაც ხო კოოპერატივი თუ კომერციული მაღაზია რო ჩადიოდი ესე ქვევით და რაც მაისურიც ეკი და ჟუაჭკაც იყიდებოდა, ვიცი როგორც არის ქართულად, მაგრამ ჟუაჭკას ვიტყვი მაინც. იქნებ დოგი ერქვა. დოგი არა კაცო მოგვი ერქვა, ზედ დოლიძეზე იყო ყველა ვიცოდით. რაღაცა ხო, ეს ისა. მაშინ რაღაცა დაახლოებით რელიგიასთან რაღაცით დაკავშირებული სახელები იყო. მაგის თქმა მინდოდა რომ ვიღაცამ გახსნა და ეგ დაარქვა რაღაც სახელი ის და ამან ესე გადაფურცლა და რაც იპოვა პირველი სახარებაში სამოაგდო უცბად. დაახლოებით მაშინვე იყო როცა კვირის მოამბე ხო გადიოდა და ცოტა ხანი მაცნე ერქვა მოამბეს. მე ისევ მოამბე დააბრუნეს და კვირის მოამბეს ერქვა მსგებსი. და ეთერში მსგებსი იყო, რომელიც მეთქი რა არის და რა ძველ ქართულად კვირა არისო და მე მგონი თქვა ძველ ქართულადაც არ არის, ანუ რელიგიური ტერმინია. მაგაზე ადრე ვილაპარაკით არა მე? კიდე რამდენი მაქვს ალაპარაკოს 10 წელია აქ ვარ და რამდენჯერ შეიძლება რომ უნიკალური და ახალი რაღაცა ვთქვა მაშინ როდესაც და ეს ხატია წერეთლის თემა რომ ისე რა უცნაური არის აქ პროსტიტუციის გამო კი არ იჭერენ ნიკო აი ფართის მიქირავების გამო იჭერენ აი აქ არ ყოფილა ამ ცნობაში ისე რომ აი ის ვინც სიტყვაზე სექს მუშაკი ვინც რაღაც ტიპის მომსახურეობას იძლეოდა იმას არ იჭერენ აი ვინც ფარტი მიაქირავა, ვინც ხელი შემოწყო, ვინც ამას ორგანიზებული ხასიათი მიცა, მაგრამ თუმცა ამის დამტკიცება შენი თქმის არ იყოს, ხო, რამდენად ჩართული იყო. მე ახლა თვალი მოვყარი, რომ რაღაც ისინი აქვთ.
ჩანაწერები აქვთ, ანუ მისული არიან ტიპები და ელაპარაკებიან. მე მახსოვს რომელიღაცა სასიმღერო შოუში, არ მახსოვს კონკრეტულად რომელი იყო, ქალბატონი ხატიაც გამოდიოდა. შეიძლება ნიჭიერი იყო, შეიძლება ყველაზე კარგად მომღერალი, შეიძლება ყველაზე ტალანტიანი, რომელიღაცა ეგეთი შოუ. და გამოაცხადეს, რომ ეს არის ხატია წერეთელიო პროფესიით მასაჟისტიო. ხო, თვითონ არ რომელიც შემდეგ ესე ეკითხებოდნენ, რომ აბა ფრჩხილები რატო გაქვთ ამ სიგრძეო? იმო რა ვიცი, მაქვს დაბარანერი მასაჟისტი ხარო, ანუ ხაზგასმით იყო ლაპარაკი, რომ მასაჟისტი ამ შემთხვევაში ეუფემიზმი იყო მის პროფესიაში. მე რაც ვნახე ტელევიზორში იმას გეუბნები, არ ვიცი. არა, მაგრამ თვითონ ამბობდა, რომ მე არ ვიგონებ არაფერს, რაზეც თან სასიმღერო შოუ რატო თქვი, რომ ის კი არ იყო რაღაც ხო ფილარმონიაში რომ ხალხი ტარს უკრავს და და რომ ტირიან და რაღაცა კარგად იმღერეშე მადლიანო და ამოც ეგრე კარგად არ უმღერია მაგისთვის არ იყო გამოსული, მაგრამ ხო, თავისი ნიშა ქონდა, პოპულარული იყო. მაგის სიმღერები ბევრმა იცის, განსხვავებით ბევრი მასზე უკეთესი მომღერლის სიმღერების. ხო, ეს არ იყო რასაკვირველია ვარინკა წერეთელი და ის, მაგრამ პოპულარული იყო. ხო, რისი თქმა მინდა. მეც მაქვს კომენტარები მოსმენილი, სადაც ამბობს, რომ ეს ბიზნეს ავითარებს, ამ მასაჟის ბიზნესს და ეს მასაჟის ხელოვნება შეისწავლა მრავალ ქვეყანაში და რაღაც კომპილაცია ესეთი ის აქვს გაკეთებული. ეს კი არ არის ის სიტყვაზე რომელიღაც ერთი ქვეყნის კრავ მაგა არის მასაჟი, სამდენს კრავ მაგა რაღაც ეგეთი კომბინაციაა სხვადასხვა იმეები. ესეთ რაღაცას თუ სამბო არის ეგეთი. არ ვიცი, სამბო არის ისა სისტემა სამააბარი. მაგას ვამბობ, რომ ალბათ რაც სხვადასხვა იქიდან აღებულია. კრავ მაგას მე მგონი ისრაელის გამოგონილია, ანუ არ მგონია რომ ტრადიციული ებრაული ის იყო საბრძოლო ხელოვნება, ალბათ რაღაც აქეთ იქიდან არის. ის არის რა, მოკლედ ამ წერეთლის ასე ვთქვათ ეს know-how მასაჟი, ეს არის მასაჟის სამბო. ასევე შეკითხვა მაქვს, რომ რის მიხედვით ხდება ხოლმე მაგ ბორდელების დახურვა და დაკეთვა და ასე შემდეგ. მასაჟი არ ვამბობ. მასაჟის ვთქვათ, ერთ-ერთი ესეთი რა ქვია, ქუჩას რომელსაც სუყურადღებას აქცევ თავარი ქუჩა არ არის და მაგიტო ვამბობ რა. პერიფერიული რა. ახლედიანის ქუჩაზე როგორ თქვა? პეროსკაია. პეროსკაია ახლედიანი ცნობილი ქუჩა, სადაც ბევრი ადამიანი დადის ხოლმე და სადაც კაფე ბარებია და სადაც ერთი 5-მდე ბორდელი იყო, როცა ჩაივლიდი, ანუ აწერია მასაჟი, მაგრამ რომ შეიხედავ მიხვდები რომ არ არის. ბოლო ერთი თვეა ყველა აჭედილია და ყველა დახურულია. საიდან ვიცი რომ ბორდელი ჯერთი ეტყობა და იცი ხა შევსულ არ შეგნით არასდროს, მაგრამ სულ რაღაც ამბები იყო ხოლმე, ერთხელ ვიღაც მე მგონი ტრანსგენდერი ხალი დაჭრეს მან და შარშან. მოკლედ, იმის თქმა უნდა რომ იყო ეს ადგილები, ყველა მიცოდა რომ იყო. მე ხოლმე ხა მე რო ვიცი, მათ არიციან, სუსმა არიცი. მაგრამ იყო და მე უცებ კაპან და პეროსკაიაზე, პეროვზე, ახლედიანზე აღარ არის აღარც ერთი. იმას არის რომ ქალაქში აღარსად აღარ არის, ანუ სადღაც გაივლი და აწერია და ისე მან პეროსკაიაზე გავლისას ადრე რის მიხედვით ხშირად მიწევდა ეს ყოველდღე რომ მოვდიოდი ხოლმე და მართალი გითხრა მქონდა მაგის განცდა ნიკო აი ბრილიანტის ხელში რო არის იქ მირონოვის პერსონაჟს რო სადარბაზოში მიათრევენ სულ რაღაც ენერგეტიკა მოდიოდა ამ სადარბაზოებიდან აი რომ მოვდიოდი რაღაცა ხან აქეთ ხან იქით მით გეძახო და რაღაცა იქიდან აი ფიზიკურად არავინ გამოსულა რაღაცა და აი ახლა რო თქვი რომ მან სალონები იყო მასაჟის ახლა ვფიქრე რომ აი რატო თურმე რატო ალბათ გეძახო რა განს ეს დანაღმულ ველზე მივლია ფაქტობრივად ეს წლები ანუ ბეწუზე ხარ გადარჩენილი მე თან საბეჭილება დამრჩა რომ აი ახლა ეს დაციოკება ასე ვთქვათ რეიდი პოლიციური რაღაცნაირად ისა ეს არ არის სიტუაცია რომ ის დედა მამა აქ მე მგონი აქ რაღაც ჰეტეროებსაც ერჩიან ჩემო ნიკო და სად მიაყუდოს კაცმა თავი აბა სად წავიდეს ისეთი სექსი არ შეიძლება ასეთი სექსი არ შეიძლება ხელო წილების გადანაწილება ისო გაიხსნა იცი მე ვფიქრობ ახალი ცოცხის ამბავია ნიკო ეს ახალი შინაგან არ დაგვავიწყდესო შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს ახალი რომელიც ძირითადად ამ იმას ნარკოტიკების თემატიკით და ახლა როგორ ჩანს ეს განბორდელებით არის დაკავებული. განბორდელება გეკაო მეც გელა მეგონა და ეს გეკას მოფერებით ეძახდნენ, მაგრამ
ეს ტიტრებში და ქარდებში, იმედის ქარდებში გეკა ეგრე უნდა რომ დაუძახო ადამიანს და დაუძახოთ ეგრე. ანუ ეგ არ მგონია მაგის მინუსი არ ან პლუსი არც არაფერი გეკა ქვია და. პასპორტში რა უწერია რა მნიშვნელობა. მე ხოს გეკა ჩეპი არ მოხდეს რომ გეკა. გეკა ჩეპი არ შეგჭის. აი მე მას ეხება ის არასამთავრობოების დაყადაღება თუ სხვა რომელიმე ძალოვანი ორგანო პროკურატურაა. ვიცი რა ეს არის მე. ხო, გადასვლის დაგიფასე. ეგეც ვახსენოთ რომ არ გამოვიდეს რომ ყველაფერი კარგად არის მარიამობა რაღაცა არა და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა გუშინ 7 მსხვილი არასამთავრობო შეიძლება ეს ხო მნიშვნელოვანი გამოჩენილი სახელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს, ედავებიან საბოტაჟს და რა მძიმე მუხლები აქვს წაყენებული ძირითადად იმის გამო რომ აქციებზეო ამარაგებდნენ ნიღბებით, აირწინაღებით, რაღაც ის დამცავის საშუალებებით. მოდი ამარაგებდნენ ისე ვთქვათ, გამოუყვეს. ანუ ისინი ამბობდნენ რომ ვიყიდეთ აირწინაღი, რატო არის დანაშაული აირწინაღის ყიდვა და აქ ჩვენთან გქონდა გახსნელი მქონდა სად არის სტატია, სადაც ერთ-ერთი პარლამენტარი ხსნიდა რატო არის ცუდად ჯარიმების ფულს უხდიდნენ და იურიდიულ მომსახურებას უწევდნენ. და აქ გახსნილი მქონდა ახლა დავხორე ანუ ირიბად უწყობდნენ ხელს არეულობასო ერთ-ერთი პარლამენტარის ნათქვამი იყო. ხო, მაგრამ რაღა ირიბად ისა ანუ მოკლედ ლევან მაჭავარიანი ქართული ოცნების წარმომადგენელი ამბობდა რომ ორგანიზაციები ირიბად ახალისებდნენ რომ აქციის მონაწილეებს მეტი დანაშაული ჩაედინათო. ხო, მაგრამ ახლა ეგ კი ამბობს ირიბად, მაგრამ იქ მიყავთ ამ პოლიტიკოსებს, მართველი პარტიის ლიდერებს და მოლაპარაკეთავებს მიყავთ იქამდე რომ ორგანიზებას უკეთებდნენ იმას ამბოხებას და რევოლუციას და ასე შემდეგ, ხო? თან ეს არ არის ადმინისტრაციული დავა არ არის. ხო, ანუ მძიმე მუხლებია მეთქმა. აქვე, რა ვიცი, ჩემი ის არის გაკვირვება მინდა გამოვხატო. პირველად არ ხდება როცა მსგავს რაღაცა შვებენ, პირველი იყო ნანუკას ფონდი, პირველი არ იყო, მაგრამ ადრე იყო რომ ნანუკას ფონდიც დააყადაღეს სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტად ვიცი რომ მრავალი წლის განმავლობაში არაერთ ადამიანს დახმარებიან ზოგს ძალიან აი ესე რომ ვიღაცისთვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი, ვიღაცას როცა უჭირდა გვერდში დაუდგნენ და მე მგონია რომ ეხა უყურებდი როცა 50 თუ რამდენი რაღაცა არასამთავრობო დანარჩენები ვინც არიან მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნეს, მაგრამ ანუ შვილის ოპერაცია თუ დამიფინანსა ვიღაცამ და იმას მერე პრობლემები შეექმნა, რაღაც მომენტში ხმის ამოღება არ მევალება. ანუ ჩემი საქმე არ არის ვირას როგორ იზამს, მაგრამ მე თუ ქმარმა მცემა სახლიდან გამომაგდო და ტიპებმა შემიფარეს და ადვოკატი დამიქირავეს და რაც სამსახურში მოწყობაში დამეხმარნენ, ან ასე შემდეგ, ან რაღაცა ეს არ არის ორგანიზაციები, რომლებიც როგორც ამბობენ ხოლმე, უბრალოდ ისხდნენ და გრანტებს იღებდნენ და უამრავი კონკრეტული ტიპები არიან ზოგისთვის ესეთი დახმარება აქვს გაწეული ზოგისთვის ისეთი ათეულობით, ასეულობით ერთად რო შეკრიბო და რავი, სხვას არავის არ მომბობ, მაგრამ მე როცა ვიღაცა მეხმარება ხოლმე, ცოტა თავს დავალებულად ვგნობ, რომ რაღაცა ერთ სიტყვა ამოვიღო, რომ შეიძლება ის არ დავიწყო რაღაც დაპირისპირება ვინმესთან და ლანძღვაგინება, მაგრამ დავაფიქსირო მაინც, ვაი, რაღაც ტიპებს რაღაც ევალებიან და აი ესე დამეხმარნენ მე. და მადლობა, მადლიერი ვარ მაგის. კი ბატონო, უამრავი კარგი საქმე აქვს და უანგაროდ გაკეთებული. მე ვფიქრობ, რომ მაინც გამოჩნდება ეს ხალხი და ეს მათი გაკეთებული სასიკეთო საქმეები არ დაიკარგება და აი ეს ანთელ საქმეები ხო, არა, მე მაგისი აღარ მჯერა. მთელი უკვე მესამე წელია, შენ გაღიზიანებლად კი არ გელაპარაკებ, გაღიზიანებლად ვლაპარაკობ ამ თემაზე. როგორ ავუხსნათ ხალხს ევროპის სიკეთე და ყოველ დღე ტვინი წაიღო რაღაც სხვა სტატუსები, რომ აი სინამდვილეში რა არის, იცით ხალხი, ეს ხალხი დებილია, ვისაც უხსნი, ანუ ესე არის ხოლმე მიდგომა ზევიდან ქვევით ლაპარაკის, რომ ჩვენ დავაკელით რაღაცა, რომ არ გავედით და ჯიმის ეს არ აუხსენთ, რომ ნახე ლიტვაში გლეხს რამდენი აქვს და რაღაც პოლონეთში როგორ ისაქნა, არიციან, თვითონაც იციან უბრალოდ აწყობთ რომ არ იცოდნენ. ეხლა ესე რაც არ უნდა ილაპარაკონ იმათ რომ უვიზო ჩვენ ფეხზე კვიდია, ნახე რა მოგთხოვეს სუვერენიტეტი თუ ასე შემდეგ. უვიზომ იმასვლა ევროკავშირში მარტო ის არის გულაობა ბერქაინში თუ რამდენი 100 ადამიანი და 1000 ადამიანი წასულა რომ დედა ნახოს იქ მოინახულოს რომელიც იქ არის, ან შვილი მოინახულოს, ან ვიღაც წაიყვანოს სამკურნალოდ და აქამდე იმაზე ხო არ არის ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სისტემა საქართველოში ყოველ კვირა კითხულობ რაღაცას და შენ ვიცი ექიმები ყავს ახლობლები და
მაგიტო ხაზგასმით ვამბობ, რომ ცხადია ყველას არ ეხება, უამრავი კარგი ექიმიც არსებობს ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ ექიმებზე უკეთესად ვინ იცის, რომ ნუ დაგახვედროს, ნუ დაგაჭიროს ღმერთმა, რომ ფეხი შეყო იქა. მეც პირადად მინახავს გულგრილობის და საზიზღრობის მაგალითები. ნებისმიერ ადამიანი არ არსებობს საქართველოში 12 წელს გადაცილებული, ვისაც ჯოჯოხეთი არ აქვს ნანახი, აქან იქ და აი გააჩნია ვინ შეხვდა და ტიპები არის, ახლობელი ექიმი იყო და რაღაცა ამოაჭრეს, რაც არ ქონდა ამოსაჭრელი, რაც უკვე ამოჭრელი ქონდა ასე შემდეგ და მაგ ყველაფრის პატრონები, აი კუდი რო რამდენი მილიონი დოლარი არის საქართველოდან თურქეთში შესული ასეულობით ალბათ, ხო? ანუ აი ამ ხნის განმავლობაში რომ სამკურნალო ტიპები რომ მიდიან, ისეთ რაღაცაზე, რასაც აქაც უმკურნალებდნენ. იმიტომ რომ შეიძლება სიმსივნეა, შეიძლება ეს არის, მაგრამ პრობლემა არის არა აპარატურის ნაკლებობა, არამედ პერსონალის ნაკლებობა, რომელიც გულგრილი არის, რომელმაც თავის საქმე არიციან, რომლებიც ჩათლახები არიან, რომლებიც სისტემა არის აწყობილი, რომ ექიმი ახლა მარტო ექიმებზე რო არ გამოვიდეს, რო ოჯახის ექიმი ზის იქა და იღებს თვეში 50 ლარს თუ რაღაც სიგიჟეს. როცა შენ იხდი ფულს პაციენტი ხარ, მიდიხარ და ფიქრობ რომ რატო არ მომემსახურა ადამიანი და იმას მთელი დილიდან საღამომდე პაციენტები ყავს, თითოდან 20 თეთრი თუ რაღაცა რჩება და პლუს 300 ლარი თვის ბოლოს და მაგ ყველაფრის პატრონები რაღაცაზე ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ მაგრებს სადა ვართ მაგრები, ანუ ბრმანაწლავი არ უნდა აქტივდეს და რაღაც არ უნდა დაგემართოს. და ამის ფონზე როცა ხო, აი ქედმაღლობის არანაირი საფუძველი არა გვაქვს, მით უმეტეს რომ აქ არ მუშაობს ეს ერთი იმის გამო რომ ხშირ შემთხვევაში კვალიფიკაცია არ არის და მეორე ფაქტორი კიდე რომ მატერიალური საშუალება არ არის და ალტერნატივის სახით არის საფრანგეთში მაგალითად და კიდე სხვა რამოდენიმე ქვეყანაში უმძიმესი დაავადებების უფასო პროგრამები, ხო, სადაც ხალხი მიდის და ან საერთოდ იმას გამოჯანმრთელების გზას ადგება და ან ძალიან ძვირფას 4-5 და მეტ წელიწადს იმაშვება, იმატებს სიცოცხლის და იმას იხანგრძლივებს ცხოვრებას და ხარისხიანი ცხოვრების საშუალება ეძლევა აქ რომ უიმედოთ და საშინელ პირობებში დაიღუპებოდა. ეს შესაძლებლობაც იკარგება. მithumetes ბოდიშრობები, მაგრამ რაც გქონდა კარგი, ანუ ამერიკელების დახმარებით იქ იყო, აქ ერთი პროგრამა იყო, იქ მეორე პროგრამა იყო, იქ გერმანელებმა რაღაცა მოხდეს C-ჰეპატიტის ელიმინაციის, რომელიც ანუ რამდენი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია და ის არის. მე თვითონ მინახავს ეგ წამალი, რასაც ასმევდნენ ხოლმე აქ, მოკლედ დავსერჩე რომ მეთქი რა ღირს თქო და ნუ ძალიან ძვირები. რაღაცა $7,000 თუ რაღაცა ღირდა ერთი შეკრა, რომელიც აქ უფასოდ იყო, ან ფაქტობრივად უფასოდ. და ეგენი ნელ-ნელა გეცლება ხელიდან ვარიანტი არ გაქვს სადაც და თან ანუ კიდევ ერთხელ იმას უბრუნდები რომ ეს არ არის რომ პროპაგანდამ ხალხი დააშტერა. ანუ არის თავს იშტერებენ, არის ცირო ის არის. აი მგელის ამბავი არის უკვე არაჯერად იმის გამო რომ ეს დროში გაიწელა და აი ამ პრეფერენციებს ჩვენ ჯერ არ ვკარგავთ და გვაქვს ისევ ეს უვიზოდ მიმოსვლის ის უპირატესობა, ისევ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეები წავიდნენ და ჩაერთონ ამ პროგრამებში, ხო? გონიათ რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკოსების, ასე ვთქვათ, ელიტის კამათის საგანი და ეს არ მოხდება. მე ვფიქრობ, ღმერთმა დაიფაროს, არ ვიცი ეს უკვე ახლა ჩემს ლოცვებზეა დამოკიდებული, ჩემს ქცევაზეა დამოკიდებული, იქ ვიღაც ტიპი ვინც გადაწყვეტილებას იღებს, იმის გონიერებაზეა თუ რაზეა დამოკიდებული, მაგრამ ადრე თუ გვიან თუ ესე გაგრძელდა, ჩვენ ამას დავკარგავთ. ის რომ რაღაც ვადა იყო მიცემული სიტყვაზე, ესე არის ხო, რაღაც უკეთეს რიგაში გინდა მოხდე, გიყენებენ პირობებს, მოიყვანე სინქრონიზაციაში ეს კანონმდებლობა, მოდი ჩვენს ღირებულებასთან წესრიგში, ვინმე ძალით ხო არ გიპირებს შეთრევას, არა? შენ ითხოვ შემოსვლას. შენს გარდა კიდე მილიონი სხვა ქვეყანას უნდა აი ამ კლუბში მოხვედრა, ხო? გაქვს რაღაც პირობები დასაკმაყოფილებელი. აი წკიბზე 31-ში, როდესაც უნდა შეჯამდეს, ხო, ეს ერთვიანი ვადა თუ თვენახევრიანი ვადა, როგორ გამოიყენა საქართველოს, იღებენ ასეთ უმძიმეს გადაწყვეტილებას, რომ ფაქტობრივად სამოქალაქო სექტორს კლავენ. ახლა უყურე ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ აი ეს უფასო ადვოკატირება და რაღაც უფლებების დაცვა და თავშესაფრები და აი გინდაც ამ სასამართლო პროცესებზე ხო, კვალიფიციური იურიდიული მომსახურება და ასე შემდეგ და ეს ბენეფიციარი რაღაც მიზეზების გამო არაჩას. აი ისედაც პრაგმატულადაც რო ავიღოთ, ხო? აი ეს პოლიტიკური საზოგადოებრივი სივრცე ხო ღარიბდება. აი ეს ტიპები, აი ეს ადამიანები, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გაქრნენ დაუშვათ, ხო? და აღარ არიან. რამე მოემატა იმას საზოგადოებას უფრო საინტერესო გახდა დისკუსია ან ცხოვრება ან რაღაცა.
პარტიები, რომელსაც აანონსებენ, რომ პარტიებიც უნდა გააქრობენ ამ პარტიებს. ნუ მოკლედ იდეალურ ვარიანტში, ხო, არ რჩება სიტყვაზე მართველი პარტია, ან მისი სატელიტები და ხალხიც, მედიებიც, სულ იმედი, სულ მაესტრო, სულ პოსტივი, სხვა არავინ, არც ერთი განსხვავებული ტელევიზია, არც რადიო, არც სხვა არაფერი. საზოგადოებაც ყველა გადავიდა. ასეთი არ იყო საბჭოთა კავშირი. ახლა კი ვიღაცაც მისტირის, ხო, საბჭოთა კავშირს, მაგრამ ასეთი იყო, ხო? ახლა რაღაც კანონებს რო იღებენ, ხო, იმ კანონებს ხო უნდა კონდეს რაღაც სამართლიანობა და საღი აზრი უნდა კონდეს. ასე კანონში ეწერათ, რომ საბჭოთა კავშირში არსებობს ერთადერთი პარტია, კომუნისტური პარტია. იყო სამართლიანი, ესე უნდა იყოს საზოგადოება მოწყობილი, რომ მარტო ერთი პარტია იყოს, ხო? და ესეც იყო, ხო, ისა უპარტიოთა ბლოკი კიდე, რომელიც ასევე ის იყო. მე ძალიან ხარ მინდა რომ კომუნისტი გამოჩნდეს საბჭოთა კავშირის დამცველი და ასე შემდეგ, მაგრამ იმ რაღაცეებს ამასთან შედარებით, რასაც არის, ანუ საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა ერთი სოციალური დაცვის საშუალება, რაღაცა ბინას სამსახურს გიშოვიდნენ. ეხლა აღარ არის ეგა. თან არის ეს ერთპარტიული სისტემის გამყარების სურვილი, სადაც სხვა ის აღარ იქნება. ოღონდ ის საბჭოთა კავშირი, რასაც ავად თუ კარგად გაძლევდა ბევრ შემთხვევაში, ავად ზოგ შემთხვევაში არაუშავდა, ეგენი საერთოდ აღარ არის. ანუ ხარ ბრჭყალებში ველური კაპიტალიზმის კლანჭები, ფული რო გაგითავდება რასიზ, ანუ ბინა რო არა გაქვს რასშვები, სასამართლოში რო უნდა წახვიდე, ვინ დაგეხმარება, ქმარი რო გცემს, ან ცოლი რო გცემს, whatever, სახლიდან რო გამოგაგდებ, სად მიდიხარ, ვის მიაკითხავ. ხო, არა, მილიონი პრობლემა ჩნდება, ხო, ეგრე არ არის. იგივე რაღაცა იმას გრანტების გადაკეთებას და რაღაცაზე როცა არის ლაპარაკი, რამდენი $1,000,000 არის დახარჯული გლეხებზე და იმაზე, სოფლის მეურნეობაზე და მე რაც მინახავს ჩემი თვალით რაღაც პატარა სასტუმროების მოწყობაზე და ტიპები ჩამოდიოდნენ იქიდან და ესეთი გესტჰაუსი გააკეთე, ისეთი აქ ეს ხო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ახლა ჩვენს ლაპარაკზე ისინი იცინიან, იმიტომ რომ თვითონაც უმუშავიათ მაგ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მაგ ფონდებში და ყოფილან არა რიგითი თანამშრომლები და ზუსტად იციან, ხო, სიტყვაზე უცხოურ ფონდებს და იმ დიდ არასამთავრობო ორგანიზაციებს რა მნიშვნელოვანი საქმეები აქვს გაკეთებული ქართული მეცნიერებისთვის, მეცნიერების გადარჩენისთვის, განათლების სისტემის წინწაწევისთვის და ბევრ სხვა სფეროში. და ისა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებით. აი ბუნებრივად გიჩდება აი ეს პარალელის გავლების სურვილი. მესმის რომ ახლა რაღაც ისტორიულ მოვლენებს შორის ესეთი პირდაპირი კავშირი და სწორხაზოვანი კავშირი ხშირ შემთხვევაში არასწორი არის, მაგრამ უყურე საქართველოს რომ დაიპყრეს და მოხდა მისი ანექსია, ხო? რისი კეთება დაიწყო იმან საოკუპაციო რეჟიმმა? აკრძალა პარტიები. თვითლიკვიდაციები გამოაცხადებენ. ხო, ის არის აგვისტოს აჯანყების წლისთავი არის სხვათა შორის 28-29 იქ ხო აირიათ დღეები ქართველური ამბავი დაგვემართათ, ხო? 101 წლისთავია და არ აღნიშნავენ. ჯერ ის რო არ აღნიშნავენ, არ ჩარჩან აღნიშნა ხელისუფლებამ და არც ესეც ხო მრავლის მეტყველი ფაქტი არის. აბა ის ჩვენი ისტორია, ჩვენი იდენტობა რაღაც თარიღებს ხო უნდა უკავშირდებოდეს, ხო? ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე, რომელი თარიღებია მნიშვნელოვანი და რომელი არის უმნიშვნელო, რომელია დრამატიზმის აბედისწერო, ხო? ამაზე თუ არ ხდება ხაზის გასმა, ხო? აბა როგორ გინდა შედგე საზოგადოება სახელმწიფოდ და გაარჩიო ისა მტერი და მოყვარე. იმიტომაც ვერ ვარჩევთ. ხო, და რას გეუბნები? იმათ მაშ ბოლშევიკებმაც ესე დაიწყეს, ხო? აკრძალეს პარტიები თვითლიკვიდაცია, აკრძალეს პრესა, თავისუფლება, ხო? პროფკავშირები აკრძალეს, როგორ თქვა ესა, მაშინდელი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაცია, ხო? აი ესე დააკნინეს, გაამარტივეს და ყველაფერი იყო იმასთან, კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული. რასაც არ ქონდა კომუნისტური პარტიის ელფერი და ან იყო რაღაც ის განშტოება არ იყო ამ პარტიის, არაფერს არ ქონდა არსებობის უფლება და იმიტომ იყო მე წლების განმავლობაში, მთელი 70 წლის განმავლობაში ყველაფერი უცხოური იყო, საუცხოო და კარგი იყო. ახლა ხო გამოდგნენ და უამრავი რაღაცის გამო აკრიტიკებენ ხშირ შემთხვევაში სამართლიანობას დასავლეთს, ხო? აი სრული კონსენსუსი იყო. თუ ტელევიზორს გამორთავდი და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ადამიანები, რომ გერმანული, ფერგე, ამერიკული ყველაფერი იყო ხარისხის და კარგის ნიშანი. ხო? აი ეს მოიტანა იმ ერთპარტიულობამ და ამ იმის საზოგადოების გაღარიბებამ და გაერთფეროვნებამ. არ იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, არ იქნებიან მედია ორგანიზაციები, არ იქნებიან ტელევიზიები, არ იქნებიან პარტიები.
იქნება ესეთი მოსაწყენი და უბედური ცხოვრება. საბოლოოში იქნება, ხო, საწავა იქნება, რაც იყო, იქნება, ცხოვრობდით ეგრე, რომ არ ქონდა უვიზო მიმოსვლა, არ ქონდა, რაღაცა არ იყო, ეს არ იყო, ის არ იყო, ისე ვიცხოვრებ. ვინც ამას აკეთებს, იმის ლოგიკა შეიძლება გავიგო, მაგრამ ვინც ამას ეთანხმება, ხო? და ან ვისთვისაც ეს სულ ერთია და ფეხებზე კიდია და ფიქრობს აპოლიტიკური ვარ და ვიღაც ტიპების ის არის ეგ გასარკვევი და გასარჩევი ამბავი, აი მისი არ მესმის. კარგი. ხო, ეს ბოლოს იქამდეც მივარო, ყველგანი მოხდება ეს ისა გაერთფეროვნება და ეს ნიველირება. სასწავლებლებიც, უმაღლესი სასწავლებლებიც თითზე ჩამოსათვლელი გახდებიან, იმიტომ რომ იდეოლოგია, თავისუფლება, რასაც სიტყვაზე ეს აკადემიური თავისუფლება იქნება თუ ზოგადად თავისუფლება იქნება, ბუნებრივად არ აწყობს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს კურსი აღებული, რომ ყველაფერი მხოლოდ მასთან დაკავშირებით. არ აწყობსეც არ არის, თქვა სხვა არის ავტორიტეტულად ლაპარაკი, ილიას უნივერსიტეტს რაღაცა უნდა მოუხერხონ ის არის, იქიდან არის, აქედან არის. ბუნებრივად წავა აქეთკენ. მით უმეტეს, როცა ის მისვლა-მოსვლა და რაღაცები გეზღუდება, იმიტომ რომ გრანტები, განათლება ყველა არის კიდე ავტორიტარული ქვეყნები არსებობს, სადაც იქ მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს და ვიღაცებს ოღონდ მედია არის სწავლო და პოლიტიკური მეცნიერებები და რაც გინდა სხვა მხრივ აკეთებ პირიქით, ხელს შეგიწყობენ და გაგიშვებენ, მაგრამ ჩვენთან ისე არის რაღაცნაირად მოვითხოვთ რომ თან დაგვეხმაროს ეს გერმანია, თან ჩვენ დავახტევინოთ ფული იმაში რომ დაგვეხმარა, თან დროდადრო ვანამუსოთ და თან რა ვიცი მე. დღეს შენ ჯიმი იყავი წარმოდგენილი და როგორც ჩანს ასევე წინა კვირას main character energy. იცი რა არის main character energy? აუ მამემას ამემ დაგიწერა. ახალგაზრდული გამოთქმა კარგი რამეა. ხო, ხვდები რა. იცი რომ თხა ხარ? ეს გოათი? ეს ქართული YouTube-ის ლეგენდა. არა, ახლა ამ კომპლიმენტებში. ეხა შევხედე და რაც კომპლიმენტები რომ ჯიმი მაგარ ხოძეო წინაზეო და რა როგორც ჩვეულებრივი ხოძე იყო, ეგრე არის ხოლმე. ვაფასებ, მადლობა. თქვენი ვოვა სტეფანოვი, ხა კარგი რაღაცას გვეუბნება და უნდა ვეჩხუბო ბოლოში და ვქნა ახლა. სიყვარული თողონ. და ნახე როგორ კარგად წვერთ. თქვენი ყოველი წუთის და წამის მოსმენა არის ერთი სიამოვნებაო. რაღაცა ჟურნალისტიკის Led Zeppelin-ი ხართო. ჯიმი არისო, ჯიმი პეიჯიო. ნიკო არისო, ჯონ პოლ ჯონსიო, სიმღერა ვერა, მაგრამ ქორიძე უფრო რობერტ პლანტია იცის რატომო და დრამი არ ვიცი, ალბათ თვითონ რადიო თავისუფლება უნდა. რა კარგი რაღაცები დაგვიწერა ადამიანმა. რატო არის ქორიძე პლანტი და მე რატო ვარ ბასისტი? რაც ვისი დაიმსახურა ვოკალისტობა ქორიძემ. და არ ვაკნინებ ჯონ პოლ ჯონსი, ანუ Led Zeppelin-ის ბასისტი, კლავიშები, რაც შემკრავი სული ამ ყველაფრის, მაგრამ ანუ თუ შეიძლება რა. პირიქით უნდა. დოპ არა შენ გიტარა შენ აკეთებ კაცო. არა, კარგი ნიკო, აღარ შეგვაქებენ საერთოდ. იმიგრანტ სონგი ეს, რომელიც მთელი სანამ ტექსტი მექნებოდა წაკითხული, მეგონა რომ იმიგრანტების სიმღერა ქვია და არის სევდიანი იმიგრანტები, რომლებიც მიდიან და არანაირად ვიკინგები არიან, რომლებიც ესე მოდიან დასახოცად ხალხის. ნიკო, ჩვენ ახლა ის ადრე ქორიძე არა, მაგრამ საბაგვე იმას გვაწვდიდა ხოლმე სტატისტიკას. დათოც გვაწვდიდა ის ჯუმბურაც, რომ საიდან გვიყურებენ უფრო ხშირად, საიდან შემოდიან უცხოეთი ემიგრანტებზე გამახსენდა. მოვიკითხოთ აქედან ემიგრანტები. ემიგრანტები კაი. სხვათა შორის აი მამუკა აქ დაგვიწერა ჩვენი ხშირ სულ მუდმივი მაყურებელი არის ჩემი კლასელი და შენ უყარხარ განსაკუთრებით და მოკითხვა დამაბარა და აი გადმოგეცი აქაც დაგვიწერა. მეც გადმოგწევ როგორია რომ ვინც ხვდება განკითხვის დღეზე მეორესთან გვაბარებს ხოლმე მოკითხვის. კი, ადრე გახსოვს გითხარი რეანიმაციაში რომ მოხვდი და თვალი რომ გავახილე და მუგზარი ექიმი, რომელიც ასევე ძალიან კარგი ექიმი და კაი ადამიანი რუსთავში, რომელიც ასევე ჩვენი მაყურებელი არის, რომ მომიკითხა როგორც ექიმა და ის გასვლისას ვკითხა. ნიკო როგორ არის? ნიკო კარგად არის. დიმა ხანჯალაშვილი წერს რომ მამუკა ჩარკვიანი კი არა, ოზიზი არ გააკეთა, ნიკომ არაფერი არა და რო კითხო ძველი მეტალჰედიაო და მეორეს წავიკითხავ კიდე და მე ამას გიგა წერს რომ საერთოდ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ბოლო დროს ნეკროლოგს რატო აწვევითო სახელი შესვლაზე ხო არ იფიქრებდით? შებერეთ წარმატებებიო და ეხა ჯერ ჩემსას ვიტყვი რომ აი ანუ კაია რომ საერთოდ საწინააღმდეგო არ გაქვს. მე ცოტა მქონდა, როცა გამიეწყო გასამდა როგორც იტყოდნენ რომ ერთ კვირას ერთს ვლაპარაკობდით მე და რაც ნახევარი გადაცემების იყო გარდაცვლილი ადამიანების გახსენება ამა თუ იმ კუთხით და
რეალურად ოზიზე უფრო მაგით აღარ ვილაპარაკებ, რომ წინა კვირასაც რაღაცა ის ქონდა და მეთქი ყოველ გადაცემაში რამდენი საუქნა თქო და მე აღმოჩნდა რომ მაინც ეგრე ვაკეთებთ. ახლა იცი რა არის, ახლა ნეკროლოგს მიაწვეთ რა, ახლა ის ადამიანის გარდაცვალება არის. კრიტიკულად არ ეწერა, უბრალოდ აღნიშნული იყო რომ უფრო და უფრო ხშირად მაგას ვაკეთებთ ხოლმე და მეც ვეთანხმები ეგრეა ხოლმე. ხო, არის ესეთი საბაბი მასზე და მის ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე საუბრის. მშვენიერი საბაბი. მშვენიერს ვერ ვიტყვი, საბაბი. მნიშვნელოვანი. ლიანინაშვილი ნიკო ეგ სიმღერა მგელი რომ ღერის, ანუ ისა მე რომ გელი იცოდე, ისე არსად გელიან. მულტფილმში არისო კახი კავსაძე მღერისო, ესეთი გულწრფელი გზნობით რომ შეუძლებელია დავიწყება ხო გამახსენდა მე რომ ეგ არის. თან სასაცილოა რომ მე რომ გელი იცოდე. მგელი. მიხდი? კალამბური სიტყვების თამაში. უფლი მას ხამს საშილად, იმიტომ რომ კონდიციონერი არის გათიშული და ისედაც ვარ ადვილად უფლის ადამიანი. სიცხისადმი მოწყობა. მარტო სიცხის არა, ცხარეს რო ჭამ ხოლმე, რასაც საკმაოდ ხშირად ვაკეთებ, მე რაც ესე ვარ ხოლმე გაწუწულივით. და თავიდან მე რიდებოდა, ანუ საშინელი კომპლექსი მქონდა, რომ სადღაცა რომ მივედი, რომ მეთქე რაღაც კვალი არ მქონდეს რაღაცა ისა აიმე და მე ბოლო დროს ვარ რომ აი რავი ადამიანი ვარ და ხანდახან ოფლი მომდის და ან შეეგუოთ. აი შენ მადლობა თქვენ რომ ჩაფსმული არ ვარ. შენ ადამიანი ხარ, აი ტრუხილიოს ოფლი არ მოდიოდა. ხო იცი არა, როგორ არ მოდიოდა, ასე აწვებოდა, იმდენად დიდი იყო და იმდენად ღვთისგან ის კურთხეული რომ ოფლი არ მოდიოდა. არ ოფლი. ვაიმე, რომელი მწვრთნელი იყო, სულ რომ ესე იყო ხოლმე სოფლიო ჩემპიონი და გვახსოვს. ფეხბურთში? ხო. ცნობილი ტიპი იყო, ანუ უბრალოდ დამავიწყდა ვინ იყო. ოკეი. მოდით ადამიანი. მურთაზ მოსაშვილი დარდობს რომ ლაივს ვერ მოუსწარიო, მურთაზ დაგაგვიანდა 1-3 წლით მე მგონი. კაი ლაივი აღარ გქონია. მაგის თქმა მინდოდა. რატო გაუცრუე იმედი ადამიანს? ნაცი. ჯიმი, ახალი სტილი გვაქვს? მე რო არ გაწყვეტინა ხოლმე ბოლოში რომ მე ის არ მივიღო. აჩადე ჯიმი ლაპარაკი რაღაცა ჯიმი ამთავრებს. ხო გახსოვს რა უნდა ხნა? ანუ კიდევ ერთხელ კომენტარებისკენ უნდა მოუწოდო რაღაცა დროს. მადლობა უთხარი, შემდეგზე დაველოდოთ ვისი ვაშლია. დღეს სულ ეს იყო. ხო, თქვენ როგორ ფიქრობთ ეს? რამდენად კმაყოფილი ხართ უქმედღეების რაოდენობით, რომელი უქმედღე არის საყვარელი უქმედღე? და რავი, მეტი უქმედღე ხო არ გვაწყენდა? გემრიელია, მაგრამ ვაშლი, არა, ეს არის ჯერ ერთი ეკოლოგიურად სუფთა ვაშლი. და აი სეზონის ვაშლი ასაც ქვია, ანუ შარშანდელი კი არ არის შენახული და რაღაცა ვიტამინებით სავსე. ვისიანე და ლულუს ვაშლები უფრო ჭიანები იყო და პატარები იყო. ეს მგელაძის ვაშლს აგავს. იმიტომ რომ მგელაძე უდგება ძალიან ეგრე საფუძვლიანად და სოფლის მეურნეობას, ყველაფერს. ზოგადად ჟურნალისტურ გამოძიებას. მოკლედ მიხდი ხო რომ დაამთავრე მე რო გააგრძელე, ხა კიდე უნდა თავიდან დაამთავრო. უქმედღეების რაოდენობა გაწუხებთ, გაშფოთებთ თუ გახარებთ და რომლების